მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Lotus Esprit James Bond-ის საკიდან, James Bond-ს დაუბრუნდით და მადლობა დონაციისთვის, თორნიკე ჯანგულაშვილს ეს მოდელი ზუსტად იმ დონაციით არის შეძენილი. ეხლა მე ვიტყვი ბრენდზე პატარა ინფორმაციას და მე ხო არხი გამოიწერეთ, მანამდე ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარეთ გააზიარეთ. ეს არის Iglomos-ის წარმოების მოდელი, რომელიც 1.53 მასშტაბის არის და Iglomos-ი თავის დროზე გაკოტრდა და შეიძინა Altair-ამ და ეხლა Altair უშვებს Iglomos-ის კონკრეტულ სერიებს. ესენი ძველი გამოშვებულები არის, მე მგონი ამას აღარ უშვებია. მაგრამ კიდე შემორჩენილია და ჩვენთან საქართველოში მაღაზიებში 50-60 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ რომ იყიდოთ. ანუ ბიუჯეტში გადის რა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ყველა გამომწერს. რო გამოიწერეთ არხი. ყველა მაყურებს. ვინც გვერდში გვიდგას. ვინც გვიყურებს, ვინც გვერდში გვიდგას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდით დონაციაზე. თორნიკეს. რომ ესეთი კარგი ავტომობილები შევიძინეთ. კი. სხვათა შორის თუ აკვირდები, როცა დონაცია შემოდის. ყოველთვის რაღაცა განსხვავებული და საინტერესო ავტომობილებია ხოლმე. რა თქმა უნდა, აბარა. და აგერ როგორც უჯამ წარმოსთქვა, ამ მოდელის მოთხოვნა არ იყო კონკრეტულად, მაგრამ საინტერესო ავტომობილია და ჩავთვალეთ, რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდოდა და ვნახოთ რა გამოვა. და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი არის Lotus-ში და პირველი Lotus-ი არის ისა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანი გამოდიოდა ეს ავტომობილი. კადრებში მე ნახავთ რომ ამას ბორბალი მოხვეული აქვს. ანუ დიორამა არის რა. თვლები აქვს მოხვეული, თითქოს უხევს. სპეციალურად ესეა გაკეთებული. თან შიგნით მგზავრები ზიან. კი, მაგას კადრებში ნახავთ. თვით James Bond-ის. კი. კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, რომ James Bond-ის სერიები მე ნანახი არ აქვს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სერია და 28 სერია აქვს. მაგდენის სერიის ნახვას თან სრულმეტრაჟიანებია აზრი არ აქვს. აზრი როგორ არა აქვს, უბრალოდ დიდი დრო მიაქვს. ნების ყოფა ჭირდება. დიდი დრო მიაქვს თან. მოკლედ მოვყვები Lotus-ის ისტორიასაც და კონკრეტულად ამ Esprit-ის ისტორიას რა. სანამ რაღაცის მოყოლას დაიწყებ ისტორიის, ერთ მანქანას გავს და სანამ ეს მოყვება რა მანქანას გავს. დააპაუზეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში, აბა რა მანქანას გავს. ხო. კი ბატონო. ყველაფერი დაიწყო 50-იან წლებში. როგორც ყოველთვის. ხო, იმიტომ რომ ჯიმი კლარკი, ანუ Lotus-ის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი, კი ბატონო, 1928 წელს დაიბადა, ანუ იმ პერიოდს არ მიეკუთვნება, რომელიც რო არაერთხელ ყვებით ხოლმე 19 საუკუნის თემას. ძლივს მე-20-შიც. ხო, ამჯერად უკვე მე-20 საუკუნეში მოძრაობთ. ანუ გამოდის რომ ეხა არის 2025. ხო, ნუ წინა საუკუნის პერიოდია რა, 100 წლის, თითქმის 100 წლის წინ დაიბადა. 97. ამ Lotus-ის ხელმძღვანელი და 50-იან წლებში გადაწყვიტა შეექმნა თავისი კომპანია. პირდაპირ მანქანები დაიწყო. რომელიც რო გატაცებული იყო, თან ძალიან გატაცებული იყო. უკვე Ferrari-ებით და Formula 1-ებით და ასე შემდეგ. სპორტული მანქანა. Lotus-ი ინგლისურია? რა თქმა უნდა, ბრიტანული მანქანა. ხო, ესე ვიცი მე. ხო, ბრიტანული ავტომობილი არის Lotus-ი და მოკლედ 54 წლიდან დაიწყო გამოშვება მანქანების. არაერთი შედევრი გამოუშვა, არაერთი წარმატებული მანქანა გამოუშვა, კონკრეტულად Formula 1-ებზე ვლაპარაკობ მე. კი ბატონო. რომელმაც რო ბოდიში გაწყვეტინებ, არაერთი შეჯიბრი მოიგო. Lotus-ი ყავდა მაგალითად სენას. კი ბატონო. შავი. Lotus-ი სამწუხაროდ არ აქვს. ეს პირველი მოდელია კოლექციაში Lotus.
და მაგიტომაც ესე უფრო ესეთ ისტორიას ხვები რა. კონკრეტულად ეს მოდელი ესპრიტი გამოვიდა 80-იანი წლების დასაწყისში. კი ბატონო. რომელიც ნუ აი ისევ და ისევ რო იტალიელები ერევიან რა საქმეში შეუკვეთა ჯუჯაროს ხო მიურას პროექტის ხელმძღვანელის და არა მარტო მიურას ბევრი ლამბორგინის ხო და ნუ თან აი ფორმითაც თუ დააკვირდებით მანქანას ხო რატომღაც ერთ მანქანას ძალიან წააგავს თქვათ რა მანქანა არის თქვათ კაუნტერში ძველი ოღონდ ის არ ხზეროდებს ის არა ძველ კაუნტერს რაღაცით წააგავს რა და აი ხა უკანა მხარეს რო უყურებ იმასა გავს რა ქვია უკანა მხარე გავს დელორიანის იმას უკანა მხარეს ხო რაღაცნაირად კი ბატონო დელორიანი ვინც არ იცით ის არის რა ქვია რა ერქვა უკან მომავალში მიმირვარი აი მანდრო მანქანაა მაგაზე ხო მოკლედ კონკრეტული მანქანა ანუ ეს ავტომობილი გამოდიოდა დაჟე 1976 წლიდან რა სადამ 2004 წლამდე 28 წელი გამოდიოდა ეს ავტომობილი თავიდან 4 ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და 160 ცხენის ძალა ჰქონდა მაგ დროისთვის მაგარი შედეგი მე 90-იანი წლების დასაწყისში ვირვა იქნებოდა ალბათ ვირვაც ხო დაემატა ძრავი 6 ცილინდრიანი არა 6 ცილინდრიანი არა ტურბინები დაუმატეს ანუ 160 ცხენის ძალიდან 280 ცხენის ძალამდე ავიდა კი ბატონო პერიოდულ ეტაპობრივად ზრდიდნენ რა კუბატურასაც ზრდიდნენ თავიდან 2-დან 2 ძრავით გამოდიოდა და ბოლოს მაქსიმალური 4 ცილინდრიან ძრავში 2 და 4 ძრავი იყო 2 და 4 კი ვერვა ძრავი რო ჩააყენეს უკვე 3 და 5 იყო ძრავი და ნუ რა თქმა უნდა იქ ცხენის ძალები უკვე 300-ებს აცდა როგორც ყოველთვის ხო და მაქსიმალური მგონი 390 ცხენის ძალა აუ მაგ დროისთვის მაგარი შედეგია ხო აჩქარება ქონდა უკვე ვერვა ძრავზე 4 და 4 წამში და თან ყველაზე საინტერესო რა იყო იცი ლოტუსის მიზანი რა იყო რა სისწრაფე ხო ყველა ავტომწარმოებლების ოცნება იყო რომ სისწრაფეა მანქანაზე ამან დაუმატა სიმსუბუქე და მაგიტომაც წონის ამბავში ეს მანქანა იწოლინდა სულ რაღაც 900 კილოს მეტი არ არის არა ტონაც არ იყო წარმოიდგინე და რატო იყო იცი ესეთი მსუბუქი ჯერ ერთი ძრავი იყო ალუმინის მეორეც ერთი თვითონ კუზაო ხო რასაც ქვია ზარა ხო იყო შუშა მეცა სტეკლოპლასტიკა როგორ აქვია ქართულად არ ვიცი დაგვიწერთ მოკლედ პლასმასის იყო რა პლასმასის არა მაგრამ რაღაც მაგდაგვარი იქნება პირდაპირ თარგმანი რო გავაკეთოთ შუშა პლასმასი გამოდის რა მინა პლასტიკის უფრო სწორად რო ვთქვათ ორგმინი ხო არ არის არა მინა პლასტიკი ქვია მე მგონი ეგრე ქვია რა ხო რა გაგზავნა სტეკლოპლასტიკა მინა პლასტიკი გამოდის ხო მოკლედ და მაგიტომაც იყო ესეთი მსუბუქი ავტომობილი და რახან მსუბუქი იყო ხო მან ძალიან დიდ როლს თამაშობდა ეს წონა კი წონის სიმცირე რომ აჩქარებაც ქონდა ხა 4 და 4 წამი საკმაოდ სერიოზული შედეგი არის 0-დან 100-მდე და პლუს მაგასთან ერთად ძრავიც საკმაოდ ძლიერი იყო და მაქსიმალური სიჩქარე ქონა 290 კმ/სთ. მექანიკა იყო? მექანიკაც იყო და ავტომატიკაც იყო. ორივე ვერსია გამოდიოდა. ხო, რაც შეეხება კონკრეტულად ჯეიმს ბონდის ფილმისა 77 წელს არის ფილმი გადაღებული, სადაც ეს ავტომობილი მონაწილეობს, თან ის არის, რა ქვია,
ცოტა კი არა, კარგა ფანტასტიკა არის, იმიტომ რომ მანქანა წყალქვეშა ნავად გადაიქცევა. და ეს არის ეგ მომენტი ნანახი. ეს მანქანა არის? კი, ეს მანქანა არის ზუსტად. მოკლედ აი ეგეთი ისტორია მოყევი, ნუ იქ ჩამოთვლას არ დავიწყებ. რამდენი მოდელი აქვს გამოშვებული თვითონ Lotus? ხო რა, ბევრი არ არის როგორც. ბევრი არ არის, მაგრამ ცოტაც არ არის. სადღაც 10,000 იცალია. ხო. თან ამის წინა მოდელი იყო Lotus Europa, რომელიც რო ჩაანაცვალა მერე უკვე ამ მოდელმა. აი დისკები მომწონს მაგრამ. უხდება. ხო, ნუ რა ვიცი, ფორმითაც ხო იმ დროისთვის ახლა 70-იანი წლებისთვის ხო ფუტურისტული იყო რა. კი, აი მომავლის მანქანას გავს ხო კადრს მიღმა გეუბნებოდი. კი. კი, სამ ჩატარებს დავიწყებდი. ისე ესეთი მანქანები რო გაკეთონ ახლა. ხო. აი ელექტროები. ხმას არ ამოიღე. მოკლედ აი ესეთი ავტომობილი ყავს. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი მოკლე ვიდეო. ხო. კადრებს ჩავსვავ და მე. ხო, კადრებს მე ახლოდან გადავუღებთ, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, რომ დეტალურად შეძლებს და გვარად დეტალურად გაჩვენოთ ეს ავტომობილი. და მასშტაბთან შედარებით კარგი მოდელია. ხო, ნუ სამწუხაროდ დიდი მასშტაბის არა გვაქვს ეს მანქანა 1.53 არის მასშტაბი. სამწუხაროდ რატო 53-საც აქვს თავის რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ ჩვენ თავიდან 1.53 მასშტაბი. ეხა უკვე სადავართ როგორ ვართ ჩვენ თვითონ აღარ ვიცით, ხო, ძალიან აგვერდაგვერია ყველაფერი. და ხო, რა არ დამავიწყდეს, თუ პირველად ვინმე პირველად გახსნა ეს ვიდეო 1.53 მასშტაბს დიდი ხანი აღარ მითქვი. 1.53 მასშტაბს სამწუხაროდ კარები არ ეგება იმის გამო რომ სიმეტრია არ დაიყოს. არის მოდელები რომლებსაც ეგება, მაგრამ ის განსაკუთრებულ შემთხვევაში. ხო, ნუ თან ბრენდსაც გააჩნია და შესაბამისი ფასიც აქვს ეგეთი. არა, ახლა მაგალითად მისი ავენტადორი არის ავტოარტის. ხო. რომელსაც ეგება ყველაფერი, მაგრამ 300 ლარი ჯდებოდა, ახლა არ ვიცი რამდენი ჯდება. პლუს მაგას ლუპა მოყვება თავის. ხო. და საწმენდით. და საწმენდით. და სერტიფიკატიც. ყველაფერი მოყვება. კი ბატონო. რატომ მიურასაც ხომ მოყვა სერტიფიკატი? ის ვიდეო ეს გამორთეთ და ის ჩართეთ ნახეთ რა მანქანა. ხო. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ 10,000 გამომწერზე გაჩვენებთ მანქანას, რომელიც საქართველოში ერთადერთი 1.8 მასშტაბში. 1.8 მასშტაბის მანქანები არის აქ, მაგრამ ის ერთადერთია და ჩემ კოლექციაში. ხო, და იმას დავამატებ, რომ თან უკვე ფინალამდე მივდივარ, თითქმის ბოლომდე ავაწყეთ. ხო, ნუ ჩვენ ხო, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ ჩემ. კი ბატონო, სანამ 10,000-ზე არავავთ, უკაცრავად. ხო, და თავარი არც ერთ ვიდეოში არ მithქვია და ეხლა უნდა ვთქვა 10,000-ზე დაიდება მაგ მანქანის პირველი ვიდეო. პროექტად იქნება ეს მანქანა. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის დაშლილ მდგომარეობაშია და ნელ-ნელა ვაწყობთ მაგ მანქანას. ხო, და საკმაოდ ისეთი ვიდეოები გელოდებათ რა. კი, საინტერესო ვიდეოები გელოდებათ წინ. კარგით, მოკლედ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. კი ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die.
Yeah.